აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან მგალობლიშვილმა იაპონიის ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე. ელჩმა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენთან იმყოფებოდა სტუმრად იაპონიის ელჩი. ჩვენ განვიხილეთ დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა, საჭიროებები და მოვილაპარაკეთ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მათი მხრიდან ხელშეწყობა. რა როლი აქვს განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში? აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ მასწავლებლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების ნაწილში უნივერსიტეტის საქმიანობის როლზე. ლევან მგალობლიშვილმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. დაისახა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები. დღეს ვესტუმრეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მადლობა გადაუხადეთ პროფესორ მასწავლებლებს იმ წვლილისთვის, რასაც ისინი აკეთებენ საქართველოს მომავლისთვის. გავეცანით იმ პროექტებს, რაც მათ გააკეთეს ამ წლების მანძილზე. და დავსახეთ მომავალი გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში გავაგრძელებთ მომავალ ურთიერთობას. მნიშვნელოვანია თავისთავად აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოსვლა უნივერსიტეტში, მაგრამ ერთმანეთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის განწყობა, რამაც ეს შეხვედრა განაპირობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა ამ ორი სტრუქტურის მთავრობის და უნივერსიტეტის იქნება ჩანსაღი, იქნება ნაყოფიერი და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის უპირველეს და უმთავრეს მიზანს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენას. რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობასთან ეგრეთ წოდებული შეთანხმება გააფორმა, რომლითაც რუსულ კომპანიებს დე-ფაქტო რესპუბლიკაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ეგრეთ წოდებულ დოკუმენტს მოსკოვში ხელი მოაწერეს დე-ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა. რუსული უწყების ცნობით დოკუმენტი კერძოდ განსაზღვრავს მხარეების უფლებებს და ვალდებულებებს. მხარდაჭერის ნორმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის. კრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ ინვესტიციების საკვანძო როლს ითამაშებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკურ სტაბილურობაში. აფხაზური ოპოზიცია ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ეს ოლიგარქიულ ექსპანსიას გამოიწვევს. ამ ეგრეთ წოდებული დოკუმენტის ძალაში შესვლას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სავალდებულო რატიფიცირება სჭირდება. ამ ფაქტს ქართველი ექსპერტები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ კრემლის ზეწოლა და რუსიფიკაციის პროცესი ოკუპირებულ აფხაზეთში ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ჩვენთან საუბარში ანალიტიკოსები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ის ხელშეკრულება, რასაც რამდენიმე დღეს წინ მოაწერა ხელი კრისტინა ოზგანმა, ეს არის ის ხრიკი, რის მეშვეობით მოსკოვი შეცდება აფხაზეთის მიწების დაუფლებება. იმიტომ რომ ეს მიწები გადაეცემა რუს ინვესტორებს. რუსი ინვესტორი ამ მიწას ჩადებს რუსეთის ბანკს, მერე კრედიტს გამოიტანა, კრედიტს არ დაუბრუნებენ, მიწა გადავა ბანკის ფლობელობაში, მერე გადაეცემა მესამე პირებს და ესე გაეფლანდება აფხაზეთის მიწები. ამას ყველა ხვდება, ამას ყველა ხედავს, მაგალითად ლევან მიკავა პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არის, ეს ხელშეკრულება არის რამდენიმე ისეთი კორუფციული ადამიანის ინტერესებში, ვინც არის აფხაზეთში. უნდა ველოდოთ იმას, რისი მოლოდინიც ძალიან დიდი ხანია უკვე რომ გვაქვს. 2022 წლის ომამდე რუსული ბიზნესი მაინც და მაინც ვერ აქტიურობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაღაცა მცირე ინიციატივები იყო, რომელთა
წარმატებაც სრულად იყო დამოკიდებული იმ კეთილგანწყობაზე, რასაც ამჟღავნებდა აფხაზური დე-ფაქტო ადმინისტრაცია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ბიზნესს შეეზღუდა შესაძლებლობა ოპერირება მოახდინოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და გარკვეული თანხები გამოთავისუფლდა, ბუნებრივია, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აფხაზეთის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ტერიტორია ათვისებული იქნას მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენების სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა. აფხაზეთის წარმატებულ სპორტსმენებს სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მურგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჯარაძემ გადასცეს. მინისტრმა სპორტსმენებს ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქვეყნის სახელით მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი გამარჯვებები უსურვა. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავაჯილდოვეთ ჩვენი აფხაზეთელი ჩემპიონები და არა მხოლოდ აფხაზეთელი, ასევე აფხაზეთის სახელით მოსპარეზე ერთი წარმომადგენელი ანასტასია, რომელიც მაგიდის ჩოგბურთში გახდა ჩემპიონი. დაჯილდოებულ სპორტსმენებში იყვნენ გამორჩეული სპორტსმენები, პარაოლიმპიელები და ასევე ლეგენდარული ლუკა კურდანიძე. დიდი პატივია მათი დაჯილდოვება და მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ჩემპიონების მხარდაჭერა. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა უთხრა ძალიანად დაფასებისთვის სამინისტროს, მინდა ახალ გუნდს წარმატება უსურვო, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი სადაც არ უნდა ვიყოთ, ვემსახურებით იმ აზრს, რომ აფხაზეთში ერთად ძლიერად უნდა დავბრუნდეთ. თუ დღეს ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, ეს არის ის ძალა, რომელსაც ჩვენ ერთი მეორის ვზიარებთ. იმიტომ რომ საერთაშორისო არენაზე, როდესაც საქართველოს დრო შეიწევა და წარმომადგენელი ხარ აფხაზეთის, ესე იგი იქ დედა საქართველო არის ერთიანი. მნიშვნელოვანი არის მთავრობის ჩართულობა ზოგადად მსგავსების ღონისძიებებზე. მე პირადად მოხარული ვარ, იქიდან გამომდინარე პირადად გავიცანე მინისტრი იყო ჩვენთან ჩამოსული რეგიონში. ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა და აშკარად ბედნიერები დავრჩით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შეხვედრიდან უახლოეს პერიოდში შედეგიც დაიდო, იქიდან გამომდინარე ბავშვების მიმართ ყურადღება გამოიჩინეს, გამოგზავნეს ასე ვთქვათ სპორტული ინვენტარები, ფორმები, კენდუსები და ძალიან მოხარულები არიან ბავშვები. ავი ლატვიაში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც დავეკავე პირველი ადგილი. დიდი კონკურენცია იყო, თუმცა მაინც შევძელი გამარჯვების მოპოვება. გამოდივარ აფხაზეთის სახელით ტურნირებზე, აფხაზეთსაც ბევრჯერ გამასახელებ.